მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ მისი გულწრფელი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, აი სინამდვილეში როგორ არის ეს ადამიანი, როგორ აჩენს თავს ურთიერთობაში ვნახოთ და სინამდვილეში როგორ არის თქვენს მიმართ განწყობილი და პერსპექტივაც ვნახოთ ურთიერთობას. ეხლა რა თქმა უნდა ვნახოთ ჩვენ რა ხდება თქვენს შორის ამ წუთში. რომ თქვენ გაიგოთ რომ ეს არის თქვენი გაშლა და მაგით რა თქმა უნდა მივხვდებით თქვენი ეს გაშლა თუ არა. აჰა. ნუ ეხლა შემიძლია გითხრათ ჩემო ლამაზებო, აქ რა ხდება თქვენი პარტნიორი შემიძლია გითხრათ ეხლა ამ წუთში არის პატარა ბავშვის პოზიციაში. ანუ რაღაცაზე გავიბუტე, რაღაცა მეწყენა, რაღაცა შეიძლება რამე ისეთი გითხრათ კიდევაც, ცოტა ისეთი რა, ანუ აი ბავშვით მოიქცა იმის, ნუ არანაირად ეხლა რო გითხრათ მოქმედებს, არა, არც გეუბნებათ. ნუ შეიძლება და აქ რაღაცა ან პაუზა გქონდეთ ურთიერთობაში, არ გამეკვირდება, ან შეიძლება რაღაცა ისეთი შელაპარაკება მოხდა, რომ აი თქვათ რაღაც, ნუ არ გელაპარაკებათ, მოდით ასე რომ ვთქვათ, რაღაცა შეიძლება გაგებუტათ რა ეს ადამიანი. მაგრამ ამავე დროს პრინციპში ეგ ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა ვიმოქმედო, რა უნდა გავაკეთო. ეს უკვე ეს უკვე მაჩვენებენ აქ რა. მაგრამ ნუ არის პატარა ბავშვით არის, ხა ნუ არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცასთან შეიძლება იყოს სხვაობა აქ ასაკში. შეიძლება ვიღაცას ნუ პატარას ძალიან პატარა პროცენტს კონდეს აქ რაღაცა მომენტი რომ თქვენ დაუშვით რაღაცა ბავშვის გამოცდა და წაიჩხუბეთ შეიძლება და ან ნუ უფრო რატომღაც მაჩვენ ხედავ რომ არის რაღაც პაუზა იმის მიუხედავად ჩემო ლამაზებო. აქ იცით როგორი თემა არის? აი თითქოს რაღაცა ეგოისტობას აჩენს ახლა. ეგო რაზე არის გაბრაზებული ეთყობა, იცით რა არის? რაზეა გაბრაზებული? შეიძლება აქ რომ შეიძლება იმაზე რომ თქვენ არ უთმობთ მაგას იმ დროს, რა დროს მას უნდა რომ თქვენ დაუთმოთ. შეიძლება ეს. პლუს კიდე შეიძლება ეს ადამიანი ვიღაცასთან ეგაც იქნება, რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავს იმაზე, რომ თქვათ, თუ თქვენ, ნუ სამსახურზე რა არის ძალიან დაკავებული და შეიძლება მაგდენი დრო არ აქვს, რომ თქვა დაუშვათ თქვენ ან ბევრს ფიქრობს დაუშვათ, ეხლა უფრო სამსახურის თემაზე, ფულის თემაზე არის აქ. ნუ იყოს ეს სიგნიფიკაცია აქ, იმიტომ რომ პრინციპში კი უნდა იცნოთ თქვენ უკვე თქვენი სიტუაცია, მაგრამ იცით რა უნდა მაგას ისე რომ სიმართლე რომ გითხრათ, რომ ის იყოს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი და მთელი დრო რაც თქვენ გაგაჩნიათ, მას რომ დაუთმოთ თქვენ და პლუს კიდე აღიაროთ, რომ ეგ არის მაგარი ადამიანი. ნუ ახლა ეს არის როგორი იცით, აი როცა აი პატარა ბავშვივით რა, მე არ მყოფნის შენი ყურადღება, მე არ მყოფნის შენი სითბო, მე არ მყოფნის შენი ალერსი. და აი ესეთი რაღაც არის, აი ესეთი რაღაც ენერგიაში არის ეს ადამიანი რა, სიმართლე რომ გითხრათ, თუ იცანით თქვენი სიტუაცია, კი ვნახოთ ახლა უკვე ვკითხავ ცალკე. ანუ როგორ აჩვენებს ეგა თავის თავს თქვენს ურთიერთობაში, რამდენად არის გამცემი ადამიანი ამ ურთიერთობაში. ვნახოთ ახლა სინამდვილეში, ანუ შეიძლება როგორ იცით, აჩვენებს თავს სხვანაირად, მაგრამ სინამდვილეში როგორ არის ეს განწყობილი თქვენს მიმართ ვნახოთ და ვკითხოთ ის, როგორ უნდა რომ თქვენი ურთიერთობა განვითარდეს და პერსპექტივაც ვნახოთ ამ ურთიერთობის სამომავლოდ, ხო? ნუ უახლოს მომავალში თუნდაც როგორ იქნება. ანუ როგორ აჩენს თავს ურთიერთობაში. ესე იგი ნახეთ როგორ აჩენს. ნუ აქ შემიძლია ხა აქ არის თასების დედოფალი, შემიძლია წავიკითხო ორნაირად. პირველ რიგში შეიძლება ეს იყოს ის, რომ თვითონ ეს ადამიანი არის, ანუ ნახეთ, ან ეს არის მთლიანად
არ გამოვრიცხავ, რომ დაუშვათ თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი და თქვენ ხართ მის გულში, სულში და ასე შემდეგ. არ გამიკვირდება. იმიტომ რომ როცა ასე აჩვენებენ, ესე იგი ენერგიაში არის, თქვენს მიმართ, მზად ვარ ყველაფრისთვის რა, ოღონდ შენ იყო კმაყოფილი. ეს ყოველ შემთხვევაში ასე აჩენს თავს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება თქვათ, რომ დაუშვათ თქვენი მისი დედოფალი ხართ, კი, საყვარელი ქალი ხართ, ეს უეჭველი, იმიტომ რომ პირველი დედოფალი ეს უეჭველი ყოველთვის ის ქალი, ვიზეც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, თქვენ ვინც კითხულობს, ხო? თქვენ კიდე აქ რას გვეტყვით თქვენ, უყვარ ხართ, კი ბატონო, არა, უყვარ ხართ, მნიშვნელოვანი ქალი ხართ მაგისტრის ძალიან ესეთი, რომ აი მაგას აქ ვერ ვეტყვი, რომ ნამდვილად ახლა თქვენ ხართ მისთვის, სტაბილური ქალი, რომელიც მას უყვარს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეგრევე ორივე დედოფალი და აქ ახლა სამკუთხედს მე აქ არ ჩავთვლი, არა მგონია, ეს არის აი ძალიან 1%-ს რა. რომ მე თუნდაც თუ აი დაუშვათ, რომ იმის მიუხედავად, რომ თქვათ მაგას სული ყავს, თქვენ უყვარ ხართ. ეს არ ვიცი, ვისთვის იქნება ეს ინფორმაცია. დაიჭირეთ, ახლა თუ თქვენია დაუშვათ, ხო, შეიძლება არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქ თითქოს როგორ არის, იცით, ახლა რო გითხრათ, აი აგეუბნეთ, აქ რაღაცა ნაკლებობას ამბობს, რომ თქვენ მას არ აძლევთ იმდენ დროს, იმდენ, თქვათ, ალერს, შეიძლება იმიტომ რომ დაკავებული ხართ დაუშვათ, ხო? მაგრამ აქ რო ვკითხოთ ჩვენს კითხვაზე პასუხი რო გავცეთ, ხო? პრინციპში თქვენც უნდა გრძნობდეთ, რომ ეს ამ ადამიანს თქვენ უყვარ ხართ და ხართ მაგისთვის მნიშვნელოვანი. აქ უფრო იქნება ეს მომენტი, რომ ადამიანი აი თქვათ რამე დაუშვათ, ღალატი რამე, რომ აი აქ გამოვრიცხავდი ნამდვილად მე. იმიტომ რომ აი ეგრევე მაჩვენა რომ ეს ქალი, რომელიც მე მიყვარს. ნახოთ, აბა სინამდვილეში. აი ნახოთ, როგორ საინტერესო არის. შეხედეთ ახლა, აი ნახოთ. აჩვენებს ადამიანი, თქვენ თვითონ მეუბნება, რომ ესე იგი ეს ქალი მიყვარს, ეს ქალი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ იქცევა, ნახეთ, სინამდვილეში თქვენს მიმართ. თასების მეფე. აქ ეხა რა თქმა უნდა თასების მეფე არის სიყვარულით რა, აქ სიყვარულია ყველგან, აქ რა თქმა ეხლა მაგაზე რაღაც აქ სიყვარულია, აქ ადამიანს უყვარ ხართ. აი აქ ამ გაშლაში მე ვერ ვეტყვი, რომ ვიღაცა რაღაც სხვა რაღაცები კიდე არა. აქ არის იმენე სიყვარული, აქ არის როცა ადამიანი თქვენ განწყობილი არის სითბოთი. ძალიან მაგარი გაშლა მოგდღეს ფოტოშოპის. კი ბატონო. აქ უეჭველი გოგოებო არის სხვაობა, არის სხვაობა. იმიტომ რომ ადამიანი ისეთ როგორ დაჟე, აი მაგას თითქოს აი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მთავარი ქალი. აი აქ 1000%-იანი ინფორმაცია თუ ვინმე თქვა, просто რაღაცა ახლა გაბუტულები ხართ და ნახat, იმიტომ შეიძლება ეს ბიჭი იყოს ახლა გაბუტული, იმიტომ რომ ეს სულ ფიქრობს სიყვარულზე, იმიტომ რომ აქაც გამოვიდა ეგრევე თასების მეფე. არა, რაინდი არის აქ, მაგრამ რაინდი კი, აქ რაინდია. მაგრამ ამ დასტაში რაინდი არის შეყვარებული რაინდი, რა. არა როგორც ჩვენ კლასიკაში ვკითხულობთ და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ასაკში სხვაობა იქნება. უბრალოდ როგორ არის, იცით? ხო, როგორც ვთქვი, ამას უნდა რომ სულ მთელი დრო თქვენ დაუთმოთ მას. იმიტომ რომ მაგას უყვარ ხართ, ეს აჩვენებს იმას სინამდვილეში როგორ არის თქვენს მიმართ განწყობილი, თქვენ ხართ მის ცხოვრებაში ქალი ნომერ 1. ეს იცოდეთ. აი ეს აქედან სხვა ინფორმაციას მე ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ არც არის საჭირო, მისი იმპერატრიცა ხართ რა. მოდით ნახოთ მაშინ ეხლა თქვენი ურთიერთობა. так, მოიცეთ, მე მგონი გამოვტოვე, ხო, რაღაცა მე აქ. ერთი გამოვტოვა. გამოვტოვა როგორ ხედავს თქვენ ურთიერთობას ეხლა.
როგორ ხედავს თქვენ? კარტი მოდის იმისთან რომ რა გითხრათ რა. იცით როგორ ხედავს ეს ადამიანი ამ ურთიერთობას ეხლა? მაგას ამიტომ რომ იმპერატორი როგორ ხედავს ახლა ამ ურთიერთობას, რომ ხედავს რომ სტაბილურია ეს ურთიერთობა. თან ნახეთ ახლა იმპერატორი არის ადამიანი, რომელიც აი იმპერატორი იმპერატრიცა მნიშვნელოვანი ურთიერთობა არის, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ეს სულ ფიქრობს იმაზე, რა კიდე შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ეს უფრო და უფრო სტაბილური იყოს ეს ურთიერთობა. ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ, ამ ადამიანს შეიძლება ამ თქვენი ურთიერთობა რატომ ხარ ეგრეთი წამით მოიცადეთ? როგორ ხედავ? ნახეთ, პრინციპში აქ ხა ნახეთ, იმპერატორით მაჩვენა თავისი თავი. როგორ ხედავს თქვენ ურთიერთობას ეხლა? ანუ იმპერატორი როცა ადამიანი პასუხს აგებს ურთიერთობაზე, ხო? იმაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რა ქმედება კიდე მჭირდება დაუშვათ იმისთვის, რომ გქონდეს წინსვლა. აქ ადამიანი იმას თუ ვიღაცა შეიძლება გოგოებო გქონდეს ურთიერთობა მანძილზე, არ გამოვრიცხავ. მაგრამ პრინციპში ეს არის როგორ იცით, აი აქ მე ვგრძნობ რას, რომ მზად ყოფნაში არის ადამიანი, რომ რამე კიდე გააკეთოს ამ ურთიერთობისთვის, იცით? უბრალოდ ეხლა ხედავს, რომ რაღაცა შეიცვალა, რაღაცა ის კომფორტი, რომელიც მას ჰქონდა ადრე, არ არის. და აქ რაღაცა ცვლილება მიდის, გაიგეთ რა ხდება? ამ დროს ეხლა მაგისტრის ეს ურთიერთობა არის ძალიან სტაბილური. ამ ურთიერთობაში ადამიანი თავს გრძნობს კარგად, ბედნიერად გრძნობს თავს. უბრალოდ ეგ არის, რომ შეიძლება არის რაღაცა მომენტები, მაგას აწუხებს ბევრი რაღაცები, თავისი აწუხებს რაღაცა პრობლემები თავის ქმედებაზე, ალბათ ფიქრობს, რომ მეტი უნდა გავაკეთო. აქ ვიღაცას კიდე გოგოებო შეიძლება ჩაფიქრებული გქონდეს სადმე წასვლაზე სამუშაოდ, სადაც შეუძლია რომ იშოვოს ბევრი ფული, მაგრამ იცის რომ ეგ რო წავიდეს სადმე, აქ თითქოს მისი დისკომფორტი იქნება, მისი კომფორტი დასრულდება, გაიგეთ? და ამიტომ რომ არის კი ბატონო მიჯაჭული და ამიტომ ვერ მასიზავს რა. აი პატარა ბავშვით არის მიჯაჭული. თითქოს მომაჯადოვაო. აი ესეთი ასე ხედავო მე ვერაფერს ვერ შვები, ვესაც ვერ მივდივარ, სადმე მინდა, მაგრამ ვერ მივდივარ. როგორ უნდა რომ განვითარდეს ეს ურთიერთობა? როგორ უნდა რომ განვითარდეს ეს ურთიერთობა? ნუ იცით როგორ უნდა მაგას რომ განვითარდეს ეს ურთიერთობა? სხვადასხვა მაგას რის შიში აქვს, იცით? რო თქვენ შეიძლება მაგას მაგას კი უნდა რომ იყოს რაღაცა მიმართულება აღებული და თქვა დაუშვოთ ახლა ნუ იაროთ ერთა კი უნდა, მაგრამ აქ როგორი მომენტს მაჩვენებს იცით? მაგას შიში აქვს რომ თქვენ ვაფშე არ გაუშვოთ ეგ თქვენი ურთიერთობიდან. ეთყობა ახლა აქ მაჩვენებს მაგი რას იცით? აქ ესეთი სივრცე შეიქმნა, სადაც ადამიანი შეყვარებულია, უყვარს ხალი, უყვარს ყოფნა თავის ქალთან, ხო, თავის მაგის სივრცეში მზად არის რამე გააკეთოს ახლა, მაგრამ ეთყობა რაღაცას ვერ აკეთებს, იმიტომ რომ შიში აქვს იმისი, რომ შეიძლება თქვენ არ ახართ კმაყოფილი მისი ქცევებით და შეიძლება ფიქრობს, რომ ანუ მაგას კიდე რა უნდა იცით? ამას უნდა რომ მაგისი სიტყვა იყოს კანონი, თქვენ რო იცოდეთ. ვიღაცისთვის ეს იქნება. აი ესე უნდა. მაგრამ ამავე დროს იცით ძალიან კარგად რომ მასაც არ იქნება. თუ არა და უნდა რომ იყოს ახლა მნიშვნელოვანი. კი, უნდა რომ იყოს მნიშვნელოვანი. ამ ურთიერთობაში. პერსპექტივა ვნახოთ.
ну, პენტაკლების მეფე პერსპექტივა, კარგი პერსპექტივა, აქაც პენტაკლების მეფე, როგორც გრძნობს. არა, ეს თუ დაუშვათ თქვენ გაკითხვა იმაზე, რომ თქვათ ახლა, ну, აი პაუზები როცა არის, ზოგჯერ ფიქრობენ, აი დავშორდებით, არ დავშორდებით, იქნებით თუ არა ერთად და რაღაც, აქ შემიძლია გითხრათ, არსად არავინ არ აპირებს წავსვლას, აქ მშვენივრად კარგად ყველაფერიც მიდის, просто უბრალოდ მაგას ახლა ეს ყობა არ მოსწონს, აი ეს კი არ მოსწონს მაგას, როცა თქვენ შორის ხდება რაღაცა გაუგებრობა. მაგრამ ეგოისტობას ხო გეუბნებით აჩვენებს, ნუ შეიძლება და კაი რატო ნუ პენტაკლების დედოფალიშება დაკავებული ხარ თქვენ აქ. რატომ პატარა ბავშვით მიჯაჭვული კი არის. აბა რატომ რა პრეტენზია გაქვს შენ ქალთან, მაშინ ეს აქ რატო? ნუ მზე მინდა, მე ვარ მზე მისი, გაიგეთ? მე ვარ მისი მზე. მე ვარ მისი სიხარული. ხომასია? ხო. და როცა ამას არ ვიღებ, მე ნერვიულობ. როცა არა ვარ მე მისთვის მნიშვნელოვანი, მე ვარ ძალიან სუდად, ნერვიულობ, არ მინდა. მიხვდით? რა ხდება? კი, მაგას უნდა რომ ყველაფერი შეიცვალოს და თქვენ უნდა ანუ ესე რა ქვია, სიტუაცია ისე იყოს, რომ სადაც თქვენ ისე ვისი მაგას მიიღებ და მის მაგას კი. რა არის იცით აკადემიანი, აი ეს საერთოდ რო ვთქვათ, ეხლა აქ შევაჯამოთ, ხო? ანუ ეგოისტურად უყვარხართ. უნდა რომ მთელი თქვენი დრო იყოს მისთვის დათმობილი, ხო? იმიტომ რომ უნდა ეს ურთიერთობა ძვირფასი არის მაგისთვის, აქ არ არის ის რო ვთქვათ, ეხლა არ აინტერესებს, თუნდაც თუ გაიბუდა, ფიქრობს ეხლა, ანუ როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან. შეიძლება თვითონ პატარა ბავშვით რაღაცნაირად მოიქცა და უშოთ რაღაცა გითხრათ, ან და გაუფიქრებლად და თქვათ სიტყვა ამოვარდა რაღაცას თქვა და ეხლა თქვენს გაიბუდეთ ალბათ რა ვიცი მე და ამიტომ ეხლა ეს და აღარ აქცევთ ისეთ ყურადღებას როგორც ადრე აქცევდით და ეს ეხლა ამას ანერვიულებს, გაიგეთ რა ხდება? ანერვიულებს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ეს ადამიანი, ну, განიცდის ამ ყველაფერს, ეთყობა ძალიან განიცდის. და ამ პლუს კიდე ნახეთ, ახლა შეიძლება ისეთი ტიპი არის, რომელიც ყველაფერს აი გულთან მიაკ ძალიან, გაიგეთ, ეგრევე უცბად ფეთქდება და ანუ და მე თვითონ ნერვიულობს იმაზე, რატო ვთქვი, რა მინდოდა რა ძალამადგა. მიხვდით? და ამას უნდა რომ რაღაცა უფრო მიმართულება მიიღოს ისეთი ურთიერთობის, რომ ნუ ხასიათი ეთყობა აქ ძალიან რთული, იცით ამ ადამიანს, რომ უცბად დაუფიქრებად იტყვის, არ გაანალიზებს, მე თვითონ ნერვიულობს იმას ეს რაზე ვთქვი. აი აქ ეგეთი ინფორმაცია არის. და საპერსპექტივოდ ახლა პრინციპში კი ბატონო, კარგად არის აქ ყველაფერი. კი, აქ შეყვარებულები არის და იმიტომ რომ მაგასაც უნდა, ნუ მოდით აბა ვნახოთ ახლა შერიგებას იქნება, აქ შერიგება ხო იქნება, ნუ თავისთავად იქნება კი. მიდიხარ თქვენ სამომავლოდ ძალიან კარგად. აქ რაღაცა მაგაში მიდის ტრანსფორმაციები, მაგაში უნდა შეიცვალოს რაღაცა. კი. იცით რა არის, მაგასაც სწავლიან აქ მე ასე ვეთყოდი რომ სიყვარულში და ურთიერთობაში უფრო მეტი სჩადება. და დაფიქრდება. კი. არა, აქ ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ ეხლა ეს მაგისი გაკვეთილი არის. რომ მაგან უნდა დაფიქრდეს, რომ ისი ქცევა, რომელიც არის, თქვათ, ხო, შეიძლება თვითონ არ დებს, თქვათ, აი, ნუ მეტი ემოცია დაუშვით ჩადო, პლუს კიდე არა არის, იცით, ეხლა მარტო სიყვარული კი მიყვარხარ, მაგრამ იმისთვის ეხლა ურთიერთობაში ბევრი რაღაცაა საჭირო კიდე რა.
და ეხლა ეს განიცდის, შეიძლება უფულობას განიცდის დაუშვოთ, არ შემიძლია ისე გავახარო როგორც საჭირო, მაგრამ ახლა თუ შენ დაუშვოთ უფულობას ხარ და პლუს კიდე ენა გაქვს ისეთი, რომ იმათაც არ ახარებ, ну, აქ ისწავლეს, იცით, აქ ისწავლეს ეგან, აქ ძალიან კარგი მომავალი ჩანს და მე даже ვეთქვი, რომ თუ თქვენ ახლა ან კორწინებაში თუ არ ახართ, აქ იქნება ნამდვილად ქორწინება, მიდის ყველაფერი, ან ერთად იცხოვრებთ, ან სულ მცირე, აქ სამომავლოდ არის როგორც, ну, თუ დაუშვოთ, ხა თქვენ პაუზაში ხართ, ეხლა და ადამიანი არაჩენს არანაირ ყურადღებას, ну, არაფერი არის თავისთვის, აქვთ კაცებს ეგეთი თვისებები, იცოდეთ, რომ გამოჩნდება ყველა ვარიანტში აუცილებლად და თქვენ ხართ, აი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ ერთმანეთისთვის, იცით და სამომავლოდ ნამდვილად ეხლა თქვენ ნუ სჭირდებით რა ერთმანეთს, ვერ ვეთქვი რომ არა, უბრალოდ ახლა პერიოდი გაქვთ ეგეთი, ხო? კი ბატონო, დაელოდე და ყველაფერი კარგად იქნება.